მოგზაურობისთვის. ძირითადი თემა მაინც არის ვილნიუსის სამიტი. მინდა გითხრათ, რომ გიორგი მარგალაშვილისთვის, როგორც პრეზიდენტის რანგში, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. ძალიან გადატვირთული, შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად ერთი წუთის კი არ დაგვისვენია, იყო შეხვედრები, ძალიან ბევრი საუბრები, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალურ ვითარებაში, კონკრეტული ღონისძიებები, სადაც ხაზგასმით იყო საუბარი იმაზე, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს ის პროცესი, რასაც ქვია საქართველოს ევროპასთან პოლიტიკური ასოცირება და ევროპული ეკონომიკური ინტეგრაცია. ეს არის წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველო რეალურად გახდეს ევროპული ქვეყანა, ინტეგრირდეს ევროპულ ეკონომიკურ სივრცეში და შემდგომი ნაბიჯი, რომელიც ალბათ ყველა ჩვენთაგანის ძალიან დიდი იმედი და ოცნება არის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. მაგრამ ამ ეტაპზე ევროკავშირის წევრი ქვეყანაზე არ არის საუბარი, ეს არის ზუსტად ის პროცესები, რომელიც იქნება უკვე წამოწყებულია, მთავრობამ საკმაოდ სერიოზული მუშაობა ჩაატარა, ეს არის წლების განმავლობაში ჩაატარებული სამუშაოები. ახალმა მთავრობამ ეს პროცესი ძალიან წარმატებით მიიყვანა თავის ლოგიკურ დასასრულამდე. ჩვენ ვართ იმ პროცესში, როდესაც ჩვენ უკვე მომავალი წლის ბოლომდე ხელი უნდა მოვაწეროთ ასოცირების ხელშეკრულებას და რა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს წელი იქნება ევროპასთან პოლიტიკური ეკონომიკური დაახლოების ის ნაბიჯები, რომელიც მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ყოველ ჩვენთაგანვე დავინახოთ, რომ რეალურად ქვეყანა საით მიდის და რა მხარდაჭერას მივიღებთ ევროპისგან თუ ჩვენ პარტნიორი ქვეყნებისგან. მინდა გითხრათ, რომ მე თვითონ ვარ ესე ვთქვათ, ძალიან კმაყოფილი ამ ვიზიტით, პრეზიდენტი ძალიან კმაყოფილია, გუნდი, დელეგაცია, ვინც იყო წარმოდგენილი მთავრობის თვალსაზრისით, ასევე ძალიან კმაყოფილები არიან და ძალიან ბევრი სამუშაო არის დაგეგმილი და მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ ნებისმიერი მოლოდინი იმაზე, რომ ჩვენ ხვალ გავხდებით ევროკავშირის წევრი, ალბათ გადამეტებული იქნება, ეს იყო ზუსტად ის ეტაპი, რომელიც ქვეყანამ უნდა გაუძლოს, როგორ ყველა აღმოსავლეთ ცენტრალურ ევროპის ქვეყანამ, რომ დაუახლოვდეს ევროპას, გახდეს პოლიტიკური და ეკონომიკური სივრცის ნაწილი, გაუმჯობესდეს საქართველოში ცხოვრება, მოხდეს ბევრი პროექტის, ბევრი პროგრამის თუ ერთობლივი ბიზნეს პროექტების წამოწყება. ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ონხრივ ფორმატში ჩვენ ქონდა საუბარი მზად არიან, რომ მაქსიმალურად გვერდში ამოგვიდნენ და ჩაერთონ. საკმაოდ დიდი ინტერესი არის საფრანგეთის მხრიდან, აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების მხრიდან, ევროპული განვითარების თუ საინვესტიციო ბანკების თვალსაზრისით არის ძალიან სერიოზული მუშაობა დაგეგმილი. და მე მხოლოდ კიდევ ერთხელ ამბობ, კმაყოფილებით შემიძლია აღნიშნო, რომ გიორგი მარგველაშვილმა, როგორც პრეზიდენტმა, ესე ვთქვათ, ძალიან დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა, ზუსტად ის, რომ მასში დაინახეს ევროპული ტიპის ლიდერი, რომელსაც აქვს ხედვა, რომელსაც აქვს თავისი პრინციპები, რომელიც არის ევროპული, აქვს ღირებულებები, რომელიც ასევე არის ევროპული, ის არის ქართველი პოლიტიკოსი, მაგრამ ევროპის გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც მას აქვს განათლების თვალსაზრისით თუ ცოდნის თვალსაზრისით, ძალიან ბევრმა ადამიანმა მასთან ძალიან ბევრი საერთო ენა იყო და საოცრად პოზიტიური შეხვედრები იყო, როდესაც თვითონ მოულოდნელო იყო, ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ სამწუხაროდ წინა ხელისუფლებამ რაღაც ესეთი იმიჯი შექმნა, რომ მიხეილ სააკაშვილის გარდა საქართველოს სხვა ესე ვთქვათ ლიდერი არასდროს არ ყავს და არც ეყოლებოდა. და მე მინდა კმაყოფილებით გითხრათ, თუ თვითონ ევროპული ლიდერები იყვნენ ძალიან კმაყოფილები, გაოცებულები, ასევე გარკვეულწილად, მაგრამ ყველას ჰქონდა სურვილი, რომ ეს ურთიერთობა გაგრძელდეს, იქნება ძალიან ბევრი ვიზიტი საქართველოში, იქნება ასევე ჩვენი საკმაოდ ბევრი ვიზიტი დაიგეგმა ევროპულ ქვეყნებში და მე გითხრათ, რომ გიორგი მარგველაშვილის დებიუტი, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი და უმაღლესი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკური კუთხით იყო საოცრად წარმატებული. და ამას ჩვენ უახლოეს პერიოდში კიდევ ერთხელ ვნახავთ, რადგანაც გვექნება ძალიან ბევრი ოხრივი ურთიერთობა ევროპულ ქვეყნებთან იმისთვის, რომ არ შეიქმნას არანაირი პრობლემა საქართველოსთვის მომავალი წლის სექტემბრამდე ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის თვალსაზრისით, რაც შეექმნა უკრაინას თუ სხვა ქვეყნებს. ეს არის მოკლედ ის თქმა მინდოდა და ალბათ კითხვების თვალსაზრისით.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გიორგი მარგველაშვილი ხაზს უსვამდა ყოველთვის იმას, რომ თვითონ პოლიტიკური სპექტრი საქართველოსი და მოსახლეობა არის ერთიანი ევროპული არჩევანისკენ. ის მარგინალური ძალები, რომლებიც ცდილობენ, რომ ესე ვთქვათ, სკეპტიციზმი შემოიტანონ ევროპასთან თუ საქართველოს ევროპაში როლთან დაკავშირებით, თვითონ საზოგადოებაში საკმაოდ ესე ვთქვათ არაპოპულარულები არიან. ეს ძალიან დიდი მუხტია იმისთვის, რომ საქართველოს შეძლოს იქნება ეს ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკური შიდა თუ გარე საფრთხეებს გაუმკლავდეს. რა თქმა უნდა, იქნება მცდელობები, ჩვენ არ აგვაქვს იმის ილუზია, ჩვენ საკმაოდ სერიოზული საუბარი ქონდა ყველა იმ ევროპელ ლიდერთან. გიორგი მარგველაშვილს ქონდა ძალიან კარგი გამოსვლები, ფაქტობრივად ზუსტად იმ თემებს შეეხო, რომელიც ესე ვთქვათ, განისაზღვრა იმ ვილნიუსის სამიტის პარკლებში იქნებოდა რუსეთის ფაქტორი თუ ევროპული მხარდაჭერა ის რაც ასე ვთქვათ დააკლდა განცდით უკრაინას ევროპიდან თუ უკრაინიდან მეტი მუხტი შეიძლება ყოფილიყო იმ თვალსაზრისით რომ მთავრობა ფაქტობრივად ყოფილიყო უფრო ესე ვთქვათ პროაქტიული ევროპული მიმართულებით და საკმაოდ სერიოზული მზაობარი ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან მაქსიმალურად გვერდზე დაგვიდგნენ პირდაპირ იყო საუბარი რომ ჩვენ ვიქნებით ჩართული მაგრამ მე არ მინდა სიტუაციის დამატებაზეობა ეს არის პროცესი სამუშაო ეს არ არის ევროპისში საქართველოს ინტეგრაცია ეს არის პოლიტიკური ასოცირება იმისთვის რომ ჩვენ ჩამოყალიბდეთ როგორც რეალური დემოკრატიული სახელმწიფო რომლის სურვილი საქართველოს მოსახლეობამ და პოლიტიკურმა ელიტამ გამოთქვა ეს არის შესაძლებლობა რომ საქართველოს საშუალება მიეცეს რომ გახდეს ევროპული ეკონომიკური სივრცის ნაწილი საინვესტიციო თვალსაზრისით საკმაოდ სერიოზული გარანტიები იქნება მათ შორის რაც ყველაზე პრობლემურია საქართველოს იმ პოლიტიკური რისკების თუ სხვა მიმართულებით და მიმზიდველი გახდეს ზოგადად ქვეყანა როგორც რეგიონალური ლიდერი იქნება ეს სატრანსპორტო კომუნიკაციების ინფრასტრუქტურის ენერგეტიკული თვალსაზრისით ეს ყველაფერი არის შესაძლებლობები რომელიც ჩვენ არ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ მთავრობამ პრეზიდენტმა პარლამენტმა რომ არ შეიქმნა საფრთხეები რომელსაც ჩვენი შიდა შეუთანხმოებების გამო ვერ გადავწყვიტავთ რისთვისაც საშუალებას მოვაკლებთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს რომ გვერდზე დაგვიდნენ რაც გარკვეულწილად შეიძლება ითქვას რომ უკრაინის შემთხვევაში გარკვეული ნიშნები იყო ამის Yeah. ძიტარი მე მინდა დაგაწმუნოთ რომ ევროპა საკმაოდ ევროპული ლიდერები საკმაოდ გათვითცნობიერებულები არიან იმ პრობლემებში რაც საქართველოს აქვს რა თქმა უნდა ჩვენი საქმეა რომ კონკრეტული სპეციფიკა და პირდაპირ ქონდა საუბარი რომ გითხარით კონკრეტული სია იმ პრობლემების რომელსაც ჩათვლით რომ იქნება პრობლემური კომუნიკაცია იქნება მუდმივი ევროპულ სტრუქტურებთან ევროპულ ლიდერებთან იყო საუბარი გიორგი მარგველაშვილმა ძალიან კონკრეტულად ჩამოთვალა მთელი რისკების მთელი ნუსხა რომელზეც შესაძლოა ჩვენ უნდა ვიმუშაოთ უფრო მეტად ევროპასთან ერთად და რა თქმა უნდა ხა უკრაინის შემთხვევა გაცილებით სხვა არის მათ გაცილებით რთული სიტუაცია აქვს განსაკუთრებით აღმოსავლეთ უკრაინა ძალიან ესე ვთქვათ ჭიდროდ არის დაკავშირებული ეკონომიკურად ფინანსურად თუ სოციალურად თუ გუნებად კულტურულად რუსეთთან ამ თვალსაზრისით რა თქმა უნდა ეს პრობლემა ესე ვთქვათ შეიქმნა 9 ნოემბერს როგორც გახსოვთ იაკონოვიჩის და პუტინის შეხვედრიდან გამომდინარე და ბევრმა ევროპელმა ლიდერმა ჩათვალა რომ იანუკოვიჩმა ვერ გამოიჩინა სათანადო ლიდერობა როგორც ვთქვათ პოლიტიკოსმა და ის აქცენტები რაც გაკეთდა უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან ევროპამ განსაკუთრებით გერმანიამ და დიდ ბრიტანეთმა თუ სხვებმა ჩათვალეს რომ ეს რეალურად იყო უფრო ესე ვთქვათ გამოსავლის ძებნა ვიდრე რეალური პრობლემების ვთქვათ დასახელება. ყველა მიხვდა და სხვათა შორის ერთ-ერთი ცნობილი იქიდან რაც არის ფაზა მინდა გაგიზიაროთ რომ გერმანიის კანცლერმა პირდაპირ თქვა რომ არის ესე ვთქვათ უხილავი მონაწილე ამ კონფერენციის რომელთაც ჩვენ ფაქტობრივად ვერ ვხედავთ მაგრამ ყველა ვიცით რომ ვიზე არის საუბარი ეს უხილავი მონაწილე ამ პროცესების ყველასთვის ცნობილია და ეს გაცილებით კომპლექსურად არის ახმული პრობლემა რაც არის უკრაინასთან მიმართებაში რაც შეიძლება შეიქმნას მოლდოვასთან მიმართებაში რაც შეიძლება შეიქმნას საქართველოსთან მიმართებაში და ამ უხილავ მონაწილესთან ურთიერთობის ფორმებს ეძებენ
მასთან კომუნიკაციის ფორმებს ეძებენ. გიორგი მარგულაშვილმა მის გამოსვლაში ძალიან კარგად ისაუბრა იმ აუცილებლობაზე, რაც საჭიროა, რომ ევროპას და რუსეთს შორის იყოს დიალოგი ზუსტად მიმართულებით, რომ არ იქნას აღქმული საქართველოს ევროპასთან პოლიტიკური თუ ეკონომიკური დაახლოება, როგორც რუსეთის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ ესეც ფაქტორია და რა თქმა უნდა ევროპა თვითონ ჩამოყალიბდა, იმიტომ რომ რეალურად ესე ვთქვათ მოსალოდნელი მოულოდნელობა კი იყო, მაგრამ ფორმები და ის რაც მათ ფაქტიურად აღმოაჩინეს, რის როგორ შეიძლება უხეშად ჩაერიოს რუსეთი სუვერენული სახელმწიფოს გადაწყვეტილების გადავადებაში და არა შეცვლაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მუშაობენ ზუსტად ფორმებზე, თუ როგორ შეიძლება რუსეთთან ამ დიალოგში ჩართვა, ოღონდ მათ ცალსახად მიაჩნიათ, რომ არის კონკრეტული თემები, რომლის გარშემო იქნება მათ შორის სამხრივი საუბარი, იქნება ეს ენერგეტიკული თუ სხვა, მაგრამ გადასაწყვეტი არის ყველა ქვეყნის ორმხრივ ფორმატში, იქნება ეს საქართველო, უკრაინა თუ მოლდოვა, ევროკავშირთან და ევროკავშირის ქვეყნებთან ყოველგვარი რუსეთის მესამე მხარის, ესე ვთქვათ, აზრის გათვალისწინებით, რომ სად არის მათი პოლიტიკური თუ ეკონომიკური მომავალი. ამაზე იყო საუბარი ძალიან დეტალურად, მათ ძალიან კარგად ესმით, ასე ვთქვათ, ჭყალებში სიმბოლური მნიშვნელობა იმისა, თუ რას აკეთებენ რუსები. მათ არ ესმით საერთოდ არსი ამ საოკუპაციო ზოლის გავლების, იმიტომ რომ მათ ცალსახად მიაჩნიათ, რომ ეს არის უკანონო ოკუპირება და ამაზე ძალიან ინტენსიური საუბარი ჰქონდა პრეზიდენტს და ყველა ევროპულ ლიდერს, იქნება ეს ევროკავშირის პრეზიდენტი, იქნება ეს ბაროზო, საფრანგეთის პრეზიდენტი და საფრანგეთის პრეზიდენტი შეთაშორის არასდროს არ ყოფილა ესეთი აქტიური და მან ღიად პირდაპირ პლენარულ სესიაზე დააფიქსირა მისი პრინციპული პოზიცია ოკუპაციასთან. გიორგი მარგულაშვილი მის გვერდზე იჯდა, რომ მერკელსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის და ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, რომ ფრანსუა ოლანდმა შეთაშორის თვითონ შეხვედრაზე ისაუბრა და ჩვენთვისაც ზუსტად ის თხოვნა რომ იყოს მეტი ყურადღება იყოს ამის შესახებ და თვითონ პლენარულ სესიაზე დასვა ოლანდმა ძალიან მკვეთრად ოკუპაციის თემა, ამის მიუღებლობა, რეგიონში მშვიდობის დამყარება და საფრანგეთის გარკვეული ლიდერობა. იმიტომ რომ მთელი პრობლემა პირდაპირ გითხრათ, რომ რაზეც ჩვენ გქონდა საუბარი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს მეტი, ესე ვთქვათ, ლიდერობა ევროპის მხრიდან. ანუ ევროპა უნდა იყოს ლიდერი ამ პროცესში და კონკრეტული ქვეყნები, როგორც არის საფრანგეთი, გერმანია თუ სხვები, როგორც ჩანს, უფრო გააქტიურდებიან, იმიტომ რომ მე მინდა გითხრათ, რომ მე ვესწრებოდი პლენარულ სესიას და იშვიათად თუ მოისმენდით კაბატონი მერკელის ესეთ მკვეთრ განცხადებებს რუსეთთან მიმართებაში და იგივე წესებზე საუბარი, როგორც პუტინი ლაპარაკობს, ეგრეთ წოდებული რეალპოლიტიკა, ანუ კონკრეტულად საუბარი ყველაფერს თავის სახელი დაერქვა და ზუსტად ამაზე იყო საუბარი, რომ არ უნდა დატოვოს ევროპამ მოლდოვა და საქართველო, მათ შორის უკრაინასთან უფრო მეტი დიალოგი უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, რომ თუ მან ქვეყნებს აქვს მიღებული სუვერენული გადაწყვეტილება დაუახლოვდნენ ევროპასთან, ევროპას ამას ხელი არბელმა არ უნდა შეუშალოს. საოკუპაციო ზოლი ერთ-ერთი ძალიან სერიოზული თემაა. რა თქმა უნდა, ჩვენ ველით, რომ იქნება მეტი აქტიურობა ამ მიმართულებით, არის უშიშროების საბჭო, არის მთავრობის კონკრეტული უწყებები, რომ ამ მიმართულებით დაგეგმავენ, არიან ჩვენი უცხოელი პარტნიორები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ევროპის ქვეყნები, რომელთაც ძალიან ყურადღებით აკვირდებიან, იქნება რეაგირება, იქნება აქტიური მუშაობა რუსეთთან და ძალიან მნიშვნელოვანი რაც არის, მინდა გითხრათ, რომ კომუნიკაცია ჩვენ ევროპულ პარტნიორებთან, პრეზიდენტებთან არის გახსნილი. ესეთი კარგი შეხვედრები, როგორც ჰქონდა გიორგი მარგულაშვილს, იყო ყველასთვის მოულოდნელი, დამყარდა პირადი ურთიერთობები, დამყარდა სამუშაო ურთიერთობები, გარკვეულწილად უკრაინის მოვლენებმა ძალიან ბევრი რამ საქართველოსთვის, ესე ვთქვათ, პოზიტიურად იმოქმედა, იმიტომ რომ მეტი ყურადღებას უთმობენ იმ პრობლემებს, რომელიც არსებობს საქართველოსთან და მოლდოვასთან მიმართებაში. დიახ. ჩვენ პრეზიდენტი გააკეთებს ამასთან დაკავშირებით თავის განცხადებას, მაგრამ ჩვენ ხოლმე მივესალმებით იმ პროგრესს, რომელიც ცალსახად გამოიკვეთა. ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, მოლოდინი არსებობს
მაგრამ არ გარკვეული ვადა, როგორც გახსოვთ, საუბარია 6 თვის ვადაზე. ჩვენი პარტნიორები ამ თემაზე მუშაობენ, ჩვენც ვიქნებით ჩართული მაქსიმალურად იმ ფარგლებში, რაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში იქნება. ამიტომ ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი რეგიონში სტაბილური და მშვიდობიანი გარემო შექმნისთვის ხოლმე წარადგება საქართველოს, მაგრამ ჩვენ ამავე დროს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონალური პარტნიორი ქვეყნები და მეზობელი ქვეყნები რეალურად რა ნაბიჯებს გადადგავენ ამ კონკრეტულ კრიზისის საბოლოო დაძლევისთვის. ბატონო, ცნობილი გახდა, რომ პუტინი ჩადის სომხეთში და არა ერევანში, არამედ გიუმრიში, ევროპაზე. და ამას გარდა ჩაყავს ხუთასტაციანი დელეგაცია და უკვე სომეხი ანალიტიკოსები წერენ იმის შესახებ, რომ ეს ვიზიტი იქნება ევრაზიული კავშირის თქვათ მოხელვა და საგზაურობის შეჯერება. ამაზე თუ შეგიძლიათ რომ გააკეთოთ რაიმე კომენტარი, რომ სომხეთთან ჩვენი კიდევ ურთიერთობა გვაქვს და ჩვენი მეზობელი ქვეყანაა. ეს არის ახალი, ესე ვთქვათ, ჭალებში ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, იმიტომ რომ ჩვენ სომხეთთან გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობა, სომხეთი, ესე ვთქვათ, ძალიან მეგობრულ ურთიერთობებს ანვითარებს, ჩვენ მათ შორის ამ სამიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილს ჰქონდა გარკვეული მოკლე შეხვედრა მრავალმხრივ ფორმატში. ძალიან კარგად ესმით რეალობა. მე მინდა გითხრათ, რომ სომხეთი ბოლო წუთამდე მუშაობდა იმისთვის, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი მოეწერა, ანუ პარაფირებაზე ხელი მოეწერა. საკმაოდ პესიმიზმი იყო, მინდა გითხრათ, სომხეთის დელეგაციაში ამ კუთხით, მაგრამ რეალობა არის ის, რაც არის. მე გეთანხმებით, რომ ეს რეალობა არის გასათვალისწინებელი, არის მეტი სამუშაო, იმიტომ რომ უკრაინას ფაქტიურად ამარჩევანის წინაშე დააყენა პუტინმა. ჩვენ ველოდებით გარკვეულ, ესე ვთქვათ, გამოწვევებს, რა კუთხით იქნება ეს, ამას მხოლოდ გარკვეული ანალიზის და გარკვეული მომენტთა განვითარების შემდეგ ნახავთ, მაგრამ ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რაც გიორგი მარგველაშვილმა ზუსტად დააფიქსირა ჩვენ პარტნიორებთან შეხვედრების დროს, რომ რუსეთმა იმდენად უგუნურად, ესე ვთქვათ, ამოწურა ყველა ბერკეტი რუსეთთან საქართველოსთან მიმართებაში 2008 წლის ომით. იმდენად ნეგატიური, ვთქვათ, ფონია, რომ ამის იქეთ საკმაოდ რთულია, რომ ესე ვთქვათ, სიტუაცია იყოს მსგავსი უკრაინის ან სომხეთისა, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ფაქტიურად ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ზარალი განვიცადეთ და რუსეთმა ძალიან კარგად იცის. რუსეთს ისიც მინდა გითხრათ, რომ არ აწყობს კიდე ახალი დაძაბულობის კერა ევროპასთან, საქართველოსთან მიმართებაში, ესე ძალიან კარგად გვესმის, მაგრამ ფორმები იქნება შერჩეული დარწმუნებული ვარ და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი უფრო ფრთხილად და უფრო პრაგმატულად მოეკიდება საქართველოსთან მიმართებაში ღია, ესე ვთქვათ, საფრთხეების თუ პრობლემების შექმნას. ესეც გარკვეულ ოპტიმიზმს ვადებს. ეს მთავრობის პრეროგატივაა, ჩვენ არა ვართ ჩართული, რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტია, ჩვენ გვაქვს კანონი, რომელიც ალბათ ყოველთვის ცნობილია, მაგრამ ეს უფრო მთავრობის პრეროგატივაა, პრეზიდენტი არ არის, ასე ვთქვათ, წარმმართველი საგეოპოლიტიკური ფიგურა, ამ თვალსაზრისით მე მგონია, რომ მთავრობის წარმომადგენლებს დაუშვათ კითხვა უფრო კომპეტენტურ პასუხს გაცემ. შეაფასე უკვე რა სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ არ არის კომპეტენციის ფარგლებში. ვსტები. სხვა თუ ამას გითხრათ გიბას. ყველაფერი შეიძლება იყოს, სადაც რუსეთი ჩათვლის, რომ მათ დარჩათ ეს ბერკეტები, შეიძლება ეს იყოს ენერგეტიკული, სავაჭრო, სამხედრო, პიროვნული, რა ვიცი, უამრავი თემებია ხა რუსეთის. მე ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვხედავთ ამ სერიოზულად ნეგატიურ განწყობას რუსეთის მხრიდან ან კონკრეტულ რაღაც, ესე ვთქვათ, მოძრაობებს ამ მიმართულებით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს დიალოგი კარასინის და ებაშიძის მხოლოდ ხელს შეუწყობს დობის ამაღლებას, გარკვეული აი ამ დაძაბულობის მოხდის მოხსნას. ჩვენ გვაქვს ერთიანი პოზიცია და ერთიანი მიდგომა მთავრობასთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაცია არის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობაში მთავრობასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და პრემიერის ოფისთან
რომ ჩვენი ნაბიჯები რუსეთთან იქნება კოორდინირებული, არანაირ თვითშემოქმედებას ადგილი არ ექნება და ამ თვალსაზრისით არის ერთიანი ხედვა, როგორც პოზიციის, ისე ოპოზიციის ამ თვალსაზრისით მიუხედავად გარკვეული თქვათ ქილიკისა და არის საზოგადოების ერთიანი პოზიცია, რომ რეალურად რუსეთი არის ის პრობლემა, რომელიც უნდა ასე თქვა მართვადი გახდეს, მაგრამ ამავე დროს ყველასთვის ცნობილია, რომ არის ყველაზე სერიოზული გამოწვევა უსაფრთხოების პოლიტიკური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს უშიშროების საბჭოს განხილვის თემა იქნება, ამას სჭირდება სერიოზული ანალიზი, ესე ვთქვათ, სტრატეგიული მიმოხილვა, თუ სადავართ ამ მიმართულებით, რა შეიძლება იყოს. მეწმუნეთ, რომ ეს სამუშაო შესრულდება, ეს არ იქნება ზედაპირული, მხოლოდ ესე ვთქვათ, რუპორული დიპლომატიის სახის, რომელიც ჩვენ სამწუხაროდ ჰქონდა წინა წლებში. რუსეთი არის ძალიან სერიოზული გამოწვევა, რომელსაც უნდა სერიოზულად მომზადებულად შევხვდეთ და რაც თავარია ეს განმუხტვა დაძაბულობის უნდა მოიხსნას, რაც ისეთ რუსეთიც ასევე გარკვეულწილად მზად არის და ვფიქრობთ, რომ ამ თვალსაზრისით იქნება ბევრი საინტერესო მოვლენა. ჩალახ. ეს არის ეს არის მასპინძლების პატივისცემა, ესე ვთქვათ, რომელიც მათ გამოიჩინეს. მე რაღაც განსაკუთრებულ ტრაგიკულ სამაშველო ვეუბნები და საკმაოდ ესე ვთქვათ, პოზიტიური ენერგია შექმნა თვითონ დარბაზში. ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ თავიდან სიმართლე ვერ მივხვდი რა მელოდიისკენ მიდიოდა, განსაკუთრებით მე როდესაც ეს გადაიზარდა ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიაში. მაგრამ მათ ჩათვალეს, რომ ეს იყო გარკვეულწილად ის პოზიტივი, დადებითი ემოცია, რომელიც ქართველებისგან თუ საქართველოსგან მოდის, იმიტომ რომ მეწმუნეთ, როცა აღმოჩნდებით ევროპაში, ესე ვთქვათ, ამდენი მომღიმართ ადამიანს თუ ნახოთ, უმეტესობა ქართველები არიან და ძალიან პოზიტიურ ენერგიას იღებენ. მეწმუნეთ ამ შეხვედრების დროს თუ სხვაგან, ყოველთვის ჩვენდან მოდიოდნენ ძალიან პოზიტიური განწყობით. რაც შეეხება კიდევ შერჩევას, ეს იყო მათი გადაწყვეტილება, იქნებოდა ეს სულიკო თუ შალახო თუ იქ იყო აზერბაიჯანული მუსიკა. ყოველ შემთხვევაში თქო მოულოდნელი იყო, მაგრამ ეს გარკვეული პატივისცემის გამოხატვა იყო ევროკავშირის თუ მასპინძელი ქვეყნის მხრიდან, რომელშიც ახლა თავისთავად ვერ ჩავერეოდით და რა თქმა უნდა გარკვეული ღიმილი მოგვრა, მაგრამ ახლა მე მგონი ამითი არაფერი არ დაშავდა, ხო? პირიქით, მეტი ყურადღება მოიქცა, ცუდი პიარი, კარგი პიარი მაინც პიარია, ხო? პარაფირების ხელშეკრულებამ გადაფარა ძალიან მნიშვნელოვანი